Თუ პოდკასტის სტუმრები, გამარჯვებული რჩება. ილო ბეროშვილი თუ დავით ნინიაშვილი? ილო ბეროშვილი ალბათ, იმიტომ რომ მაინც შოუმენია. ილო ბეროშვილი თუ ლუკა ნაჭყებია? ნახვებით თუ შევხედავთ, თუ არ ვცდები, ლუკა ნაჭყებია და მოდი ლუკას მოვაგებინოთ. ლუკა ნაჭყებია თუ ტატო ბაციკაძე? პირადი სიმპათიის გამო ტატოს გავიყვან შემდეგ ეტაპზე. ტატო ბაციკაძე თუ დავით ხარაბაძე? ტატოს დავტოვებ ამ ეტაპზე. ტატო ბაციკაძე თუ მანუ მურღულია? როგორც შოუ, იმ მომენტში თან რაც მოხდა, მანუ მურღულიას დავტოვებ. მანუ მურღულია თუ დავით ლაბაძე? დავითი ლეგენდა ადამიანია, დავითი უნდა გავიყვანა აუცილებლად. დავით ლაბაძე თუ გივი სიხარულიძე? გივი მალე დაგტოვა ძალიან, აი ნახევარსაათში რო არ წასულიყო, მერე შეიძლება ცოტა მემსჯელა, მაგრამ ამ ეტაპზე დავით ლაბაძე აუცილებლად. დავით ლაბაძე თუ ანი ლოლაძე? ლაბაძის პოდკასტი უფრო ჩემთვის სასწილო იყო და კარგად საყურებელი. დავით ლაბაძე თუ ნონა გაფრინდაშვილი? ნონა არის ცნობილი ფაქტია, ხო, ჩემი ერთ-ერთი საყვარელი პოდკასტი არის, ვაფშე რაც კი ჩაგვეწერია. ნონა გაფრინდაშვილი თუ გიორგი ბაქრაძე? ნონა კონკურენტო არის იმ მონაკვეთის გამო, რაც ჭადრაკის თამაშის მომენტი რაც იყო, ეგ არ ვიცი. აი, ეხლა თუ მონაკვეთებზე გადავედით, მაშინ ესეთი კითხვა. ნონა გაფრინდაშვილი თუ ანდრია გველესიანი? ვაიმე, გველესიანი, იმიტომ რომ ბოლო იყო და უფრო რაღაცნაირად დავამახსოვრდა სახალისოდ, თორე ნონა ანდრია გველესიანი თუ ნიკო ლაბაძე? მაინც დავტოვებ გველესიანს ამ ეტაპზე. ანდრია გველესიანი თუ ანასტასია ბენდუკიძე? ანასტასიას მოვაგებინებ. აუცილებლად. ანასტასია ბენდუკიძე თუ ჯანელა? ნახვებით ეგრე არის, რომ პირველ ადგილზე არის ჯანელას ეპიზოდი და ხალხმა ვინც გაიყვანა პირველ ადგილზე, მეც გავიყვან ჯანელას პირველ ადგილზე. ჯანელა თუ ბიძინა ბარათაშვილი? ჯანელას ეპიზოდში რაც მოხდა, კარგად აიწყდნენ ძალიან და ჯანელას დავტოვებ. ჯანელა თუ ზვიად ციკოლია? თუ ყურება გინდა პოდკასტი და გინდა რომ რაღაცა დაგრჩეს, მაშინ ციკოლია უნდა ჩართო რა. ორივე გამყავს შემდეგ ეტაპზე და მითხარი და 3-დან ავარჩევ მე. ჯანელა და ზვიად ციკოლია თუ გია ჯაჯანიძე? მოდი სიახლე რახან იყოს ჯაჯანიძეს დავტოვებ რა. და ბოლოს ფინალი. გია ჯაჯანიძე თუ გია ფარადაშვილი? ჯაჯანიძის ეპიზოდს დავტოვებ, ძალიან რაღაცა საყვარლობა ეპიზოდი გამოვიდა ჯაჯანიძესთან და ის მომენტი მახსოვს დასაწყისში, რომ აღვნიშნეთ ეგ ეპიზოდი იყო, თან მე მგონი 100,000 აღვნიშნეთ, არა 80,000 აღვნიშნეთ, ხო? და მოდი ჯაჯანიძე დავტოვოთ გამარჯვებულად ამჯერად. გაიმარჯვა გია ჯაჯანიძე.